გადავწყვიტე ეს 2026 წელი ახალი გამოწვევების წელი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ჩემთვისაც და თქვენთვისაც ახალი გამოწვევა წამოვიწყე. ვფიქრობ, ეს ვრცელი ვიდეო გაკვეთილების სერია ძალიან საინტერესო გამოგვივა. ამ ვიდეო გაკვეთილების ფორმატში ვეცდები თავიდან ბოლომდე გესაუბროთ იმ საინტერესო საკითხებზე, რაც ჩანთის დამზადებას ეხება. ალბათ ყველასთვის საინტერესოა, რა უნდა იცოდეთ სანამ ჩანთის დამზადებას დაიწყებთ, რა მოლოდინები გაქვთ, შეიძლება საერთოდ განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ და სწორედ ამიტომ მე თქვენ ამ საინტერესო საკითხებზე გესაუბრებით. ამ ვიდეოში მოდით ჯერ იმ მოლოდინებსა და რეალობაზე ვისაუბროთ, რომლის წინაშე შეიძლება ძალიან სწრაფად აღმოჩნდეთ. უკვე მზა ჩანთის დანახვისას შეიძლება გქონდეთ იმის ილუზია, რომ ეს საქმე ძალიან მარტივია, მაგრამ როცა მძივებს ხელში აიღებთ და ჩანთის ქსოვას დაიწყებთ, წაწყდებით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას. სანამ ჩანთის დამზადებას დაიწყებთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ვიდეო გაკვეთილები, კარგად უნდა მოიფიქროთ, რისი დამზადება გსურთ და შეძლებთ თუ არა სისტემატურად ამის გაკეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისყოფა. ნებისყოფა ჩანთის დამზადებისას და ნებისყოფა მაშინაც, როცა უკვე მზა ჩანთა უნდა მიაწოდოთ მომხმარებელს. მნიშვნელოვანი საკითხი არის დრო, რომელიც ჩანთის დამზადებას სჭირდება. ჩანთა არ მზადდება 1 საათში, 2 საათში ან 9 საათში. ჩანთის დამზადებას სჭირდება ძალიან დიდი დრო, მინიმუმ 8 საათი, ამიტომ თქვენ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ეს პერიოდი ისხდეთ მაგიდასთან და ჩანთაზე იმუშაოთ. პირველ ეტაპზე ეს უფრო რთული პროცესი იქნება და ეს 8 საათი შეიძლება 12 და 24 საათადაც კი იქცეს. ამიტომ თქვენ თუ გაქვთ იმის ნერვები და საშუალება ისხდეთ და ჩანთები დაამზადოთ და ამაში ძალიან დიდი დრო დაახარჯოთ, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა. მეორე საკითხი ეხება მასალებს. მასალების სწორად შერჩევა საკმაოდ რთულია. ზოგიერთი მასალა იქერცლება, ზოგს საშინელი პლასმასის სუნი აქვს, ზოგს ფერი ეკარგება, ამიტომ თავიდანვე უნდა შეარჩიოთ მაღალი ხარისხის მასალა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის ნამუშევარი უნდა მიაწოდოთ, იმისთვის რომ შემდეგ ეს მომხმარებელი ისევ თქვენთან მოვიდეს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია მასალების ფასი. ბაზარზე მასალების ფასი საკმაოდ მაღალია და კარგი ხარისხის მასალა უფრო მეტად ძვირიღებს. უცხოეთიდან გამოწერისას კი არის შესაძლებლობა, რომ დაზიანებული მასალა ჩამოგივიდეთ. მე ვამჯობინებ, რომ მასალები ადგილზე ვიყიდოთ, შევინ შევარჩიო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ, ეს ინდივიდუალურია და თქვენი გადასაწყვეტია. მნიშვნელოვანია, რომ ლამაზად გადაღებული ვიდეოების მიღმა, რომელიც TikTok-ს, Facebook-სა და Instagram-ზე შეგვხვდებათ, ძალიან დიდი შრომა დევს. ამასთან ახლავს გათენებული ღამეები, გადადებული საქმეები, ოჯახისა და მეგობრებისთვის მოკლებული დრო და თუ თქვენ ხართ მზად იმისთვის, რომ ამ გამოწვევას შეეჭიდოთ, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა. სირთულეების მიუხედავად არ უნდა დაყაროთ ფარხმალი და თუ გაქვთ სურვილი, ეს საქმე აუცილებლად გამოგივათ. ველოდებით თქვენს კითხვებს კომენტარებში, ასევე პირად შეტყობინებებში. მე კი შემდეგ გაკვეთილზე კიდევ ახალი საინტერესო თემით დაგებრუნდებით.